მარკოზის სახარების განმარტება თავი პირველი. თავი 1. მუხლი 1, 3. 1. დასაბამი სახარებისა იესო ქრისტესი, წისაღმრთისაი. 2. ვითარცა წერილ არს ესაია წინაწარმეტყველსა, აჰა ესე რამე წარვავლინო ანგელოზი ჩემი წინაშე პირსა შენსა, რომელმან განმზადნეს გზანი შენი წინაშე შენსა. 3. ხმა იღაღადებისაი უდაბნოსა, განმზადენით გზანი უფლისანი და წრფელყვენით ალაგნი მისნი. იოანეს, წინასწარმეტყველთაგან უკანასკნელს, მახარებელი წარმოადგენს, როგორც ძე ღმერთის სახარების დასაბამს, ვინაიდან ძველი აღთქმის დასასრული, დასაბამია ახალი აღთქმისა. რაც შეეხება წინასწარმეტყველებას წინამორბედზე, იგი აღებულია ორი წინასწარმეტყველისგან, მალაქიასგან, აჰა ესე რა წარვავლინო ანგელოზი ჩემი წინაშე პირსა შესა, რომელმანც განმზადნეს გზანი შენი წინაშე შენსა 3, 1 და ესაიასაგან. ხმა იღაღადებისაი უდაბნოსა 40, 3 და ასე შემდეგ. ეს მამა ღმერთის სიტყვებია ძის მიმართ. იგი ანგელოს უწოდებს წინამორბედს მისი ანგელოზებრივი და თითქმის უსხეულო ცხოვრების გამო და სოფლად მომავალი ქრისტეს გამოცხადების და მასზე მინიშნების გამო. ამზადებდა რა ნათლობის მეშვეობით იუდეველთა სულებს ქრისტეს მისაღებად, იოანე გზას განუმზადებდა უფალს. წინაშე პირსა შენსა ნიშნავს, ახლოსაა შენთან ანგელოზი შენი. ამით აღინიშნება ნათესაური კავშირი წინამორბედის ქრისტესთან, რამდენადაც მეფეებსაც წინ უმთავრესად მასთან ნათესაური კავშირის მქონე პირები მიუძღოდნენ. ხმა იღაღადებისაი უდაბნოსა. მაშასა და იორდანეს უდაბნოში, უფრო მეტად კი იუდეველთა სინაგოგაში, რომელიც ცარიელი იყო სიკეთისგან. გზანი აღმნიშვნელია ახალი აღთქმისა, ალაგნი ძველისა, რომელიც არაერთ გზის ირღვეოდა იუდეველთა მიერ. გზისათვის, ანუ ახალი აღთქმისათვის ისინი უნდა მომზადებულიყვნენ, ძველის ალაგნი კი განემართათ, რადგან თუმცა ძველად მიიღეს კიდეც ისინი, მაგრამ შემდგომში გადაუხვიეს საკუთარ ალაგთაგან და გზა აებნათ. თავი 1. მუხლი 4, 5. 4. იყო იოანე უდაბნოსა და ნათელს სცემდა და ქადაგებდა ნათლის სცემასა სინანულისასა მისატევებელად ცოდვათა. 5. და განვიდოდა მისა ყოველი სოფლები ჰურიასტანისაი და იერუსალიმელნი და ნათელს იღებდეს მისგან ყოველნი იორდანესა მდინარესა და აღუარებდეს ცოდვათა მათთა. იოანეს ნათლისღებას არ ახლდა თან ცოდვათა მიტევება, არამედ მოჰქონდა ადამიანებისთვის მხოლოდ სინანული. მაშ როგორღა ამბობს მარკოზი აქ, მისატევებელად ცოდვათა, ამაზე ვუპასუხებთ, რომ იოანე ქადაგებდა ნათლისღებას სინანულისა. ამ ქადაგებას კი საით მიჰყავდა? ცოდვათა მიტევებისკენ, ანუ ქრისტესმიერი ნათლისღებისკენ, რომელიც თავის თავში ცოდვათა მიტევებასაც მოიცავდა. როდესაც ჩვენ ვამბობთ მაგალითად, რომ ესა და ეს მოვიდა, როგორც წინამორბედი მეფისა, ბრძანებდა რა განემზადებინათ საჭმელი მეფისათვის, გულისხმობთ, რომ ამ ბრძანების აღმასრულებელნი კეთილს მოიღებდნენ მეფისგან. ასეა აქაც, წინამორბედი ქადაგებდა ნათლისღებას სინანულისა იმისათვის, რომ ადამიანებს შეინანებდნენ რა და მიიღებდნენ ქრისტეს, ცოდვათაგან განთავისუფლებაც მიეღოთ. თავი 1. მუხლი 6. 6. ხოლო ემოსა იოანეს სამოსლად თმისაგან აკლემისა და სარტყელით ყავისა იწელთა მისთა და ჭამდა იგი მკალსა და თაფლსა ველურსა. ჩვენ ამაზე უკვე ვისაუბრეთ მათეს სახარებაში, ახლა კი მხოლოდ იმას ვიტყვი, რაც იქ გამოგვრჩა, კერძოდ, რომ იოანეს სამოსელი იყო ნიშანი მწუხარებისა და წინასწარმეტყველს ამით იმის ჩვენება სურდა, რომ მონანული უნდა გლოვობდეს. რამდენადაც უხეში ქსოვილის სამოსელი ჩვეულებრივ არის ნიშანი გლოვისა, ტყავის სარტყელი იუდეველი ხალხის უსიცოცხლო მდგომარეობას აღნიშნავდა. იმაზე, რომ ეს სამოსელი გლოვის მომასწავებელია, თავად უფალი საუბრობს, ვიგოდებდით და არა იტყებდეთ უწოდებს რა აქ გოდებას წინამორბედის ცხოვრებას, რამდენადაც შემდგომში ამბობს, რამე თუ მოვიდა იოანე, არცა ჭამდა, არცა სუმიდა და იტყიან, ვითარმედ ეშმაკეულ არს მათე 11, მუხლი 17, 18. ისე როგორც იოანეს საკვები მანიშნებელია, რა თქმა უნდა, თავშეკავებისა ამავე დროს მაშინდელი იუდეველთა სულიერი საკვების ხატია, რომლებიც წმინდა ზეციური ფრინველებით არ იკვებებოდნენ, ანუ არ ფიქრობდნენ არაფერ მაღალზე, არამედ იკვებებოდნენ ამაღლებული სიტყვებით, რომელიც მთისკენ მიისწრაფვის, მაგრამ ისევ ბარში ვარდება.
რამდენადაც კალია ისეთი მწერია, რომელიც მაღლა ხდება, მაგრამ შემდეგ ისევ მიწაზე ეცემა. ზუსტად ასევე ხალხი იკვებებოდა თაფლით, რომელსაც ფუტკრები ანუ წინასწარმეტყველები ამზადებდნენ, მაგრამ იგი მოულელი რჩებოდა მათთან და არ მატულობდა მასში ჩაღმავებითა და სწორი გააზრებით, თუმცა ებრაელები ფიქრობდნენ, რომ ისინი იაზრებენ და წვდებიან წმინდა წერილს. ისინი ფლობდნენ წმინდა წერილს, როგორც ერთგვარ თაფლს, მაგრამ არ შრომობდნენ მასზე და არ იკვლევდნენ მას. თავი 1. მუხლი 7, 7. ქადაგებდა და იტყოდა, ესე რა მოვალს უძლიერესი ჩემსა შემდგომად ჩემსა, რომლისა ვერ ღირს ვარ განხსნად საბელსა ხანლთა მისთასა. 8. მე ნათელგცემ თქვენ წყლითა, ხოლო მან ნათელგცეს თქვენ სულითა წმიდითა. ძეო ამბობს მის უკანასკნელ მონის ყოფნის ღირსიც კი არ ვარ, რომელიც საკვრელს, ანუ კვანძს შეხსნიდა მისი ჩექმების თასმებზე. თუმცა იგებდნენ ასეც, ყველა ვინც მოდიოდა და ნათელს იღებდა იოანესაგან, სინანულის მეშვეობით თავისუფლდებოდა საკუთარი ცოდვების საკვრელთაგან, იწამებდა რა ქრისტეს. ამდენად იოანე ყველას შეუხსნიდა ხოლმე თასმებსა და ცოდვის საკვრელთ, ხოლო იესოსთვის არ შეეძლო შეეხსნა ამგვარი თასმა, ვინაიდან მას ვერც უპოვა ეს თასმა, ანუ ცოდვა. თავი 1. მუხლი 9, 11. 9. და იყო მათ დღეთა შინა მოვიდა იესო ნაზარეთით გალილეაისაით და ნათელი იყო იოანესგან იორდანესა. 10. და მეხსეულად აღმოსვლასა მისსა მიერ წყლით იხილნა ცანი განხმულნი და სული ღმრთისაი გარდამომავალი, ვითარცა ტრედი მის ზედა. 11. და ხმა იყო ზეცით, შენ ხარ ძე ჩემი საყვარელი, შენ სათნო გიყავ. იესო ცოდვათა მიტევებისათვის არ მოსულა მოსანათლად, რადგან მას ცოდვა არ უქმნია, ისევე როგორც სულიწმიდის მისაღებად, ვინაიდან როგორ შეეძლო იოანეს ნათლობის სულის მინიჭება, როდესაც მას, როგორც ვთქვი, არ შეეძლო ცოდვათაგან განწმენდა? მაგრამ არც სინანულისთვის მიდის ის მოსანათლად, რამდენადაც თავად მეტი იყო ნათლის მცემელზე. მათე 11. 11. მაშ რიღასთვის მიდის? ეჭვგარეშეა იმისათვის, რომ იოანემ გამოუცხადოს მის შესახებ ხალხს. რამდენადაც მრავალი შეიკრიბა იქ, ინება მისულიყო, რათა დაემოწმებინათ მრავალთა წინაშე, თუ ვინ არის ის და ამავე დროს იმისთვისაც რომ აღესრულებინათ ყოველი სიმართლე, ანუ სჯულის ყოველი მცნება, რამდენადაც წინასწარმეტყველის მორჩილება, რომელიც ნათელს სცემდა როგორც ღმრთისაგან წარმოგზავნილი, იყო ასევე მცნება, ამდენად ქრისტე ამ მცნებასაც აღასრულებს. სული გადმოდის არა იმიტომ, რომ ქრისტეს სჭირდება ეს, რადგანად არსებითად იგი მასში მყოფობს, არამედ იმიტომ, რომ შენ იცოდე, ნათლისღების შემს შენზეც სულიწმინდა გადმოდის. სულიწმინდის გარდამოსვლისას მეყსეულად წარმოითქმება მოწმობაც. რამდენადაც მამა ხმას მოსცემდა მაღლით, შენ ხარ ძე ჩემი საყვარელი. მსმენელს რომ არ ეფიქრა, თითქოს იგი იოანეზე საუბრობდა, იესოზე გადმოდის სული, აჩვენებს რა ამით, რომ ეს მასზეა ნათქვამი. ცანი კი განიხვნებიან იმიტომ, რომ ვიცოდეთ, ისინი ჩვენითვისაც განიხვნებიან, როდესაც ვინათლებით. თავი 1. მუხლი 12, 13. 12. და მეხსეულად სულ მან განიყვანა იგი უდაბნოდ. 13. და იყო მუნორმეოც დღე და გამოიცადებოდა ეშმაკისაგან და იყო მხეცთა თანა და ანგელოზნიხ მსახურებდეს მას. იმისათვის, რომ გვასწავლოს არ ჩავარდეთ სასოწარკვეთილებაში, როდესაც ნათლისღების შემდგომ განვიცდებით, უფალი მიდის მთაში გამოსაცდელად, ან უფრო სწორად კი არ მიდის, სულიწმინდის მიერ განიყვანება, გვიჩვენებს რა ამით, რომ ჩვენც ჩვენი ნებით არ უნდა ჩავარდეთ საცდურებში, არამედ მივიღოთ, როდესაც ისინი გვეწვევიან. მთაში კი იმიტომ ადის, რომ ადგილის უდაბურებისა გამო ეშმაკმა ჰპოვოს კადნიერება და მიუდგეს მას, რამდენადაც იგი ჩვეულებრივ მაშინ გვესხმის თავს, როდესაც მარტონი ვართ. ადგილი იმდენად ველური იყო, მეტწილად მხეცები დაძრწოდნენ, ანგელოზებმა მხოლოდ მას შემდეგ დაიწყეს მისი მსახურება, როდესაც მან სძლია მათ სტურს. ყველაფერი ეს მათეს სახარებაში ვრცლადაა გადმოცემული. თავი 1. მუხლი 14, 15. 14. და შემდგომად მიცემისა იოანესა მოვიდა იესო გალილეად, ქადაგებდა სახარებასა სასუფეველისა ღმრთისასა 15. და იტყოდა ვითარმეთ, აღსრულებულ არს ჟამი და მოახლებულ არს სასუფეველი ღმრთისაი, შეინანეთ და გრწმენინ სახარებისაი.
გაიგებს რა იოანეს დილეგში ყოფნის ამბავს, იესო მიდის გალილეაში, რათა ჩვენც გვიჩვენოს, რომ თავად არ უნდა ვესწრაფოდეთ საცდურებს, არამედ ვერიდოთ მათ, ხოლო როცა ვარდებით, მოვითმინოთ. ქრისტე ერთი შეხედვით ქადაგებს იმასვე, რასაც იოანე როგორიცა, შეინანეთ და მოახლებულ არს სასუფეველი ღმრთისაი. მაგრამ სინამდვილეში იმასვე არა, იოანე ამბობს, შეინანეთ ცოდვათაგან რომ განაშოროს, ხოლო ქრისტე ამბობს, შეინანეთ სჯულის სიტყვათაგან დახსნისათვის, ამიტომაც დასცენს და იწამეთ სახარება რამე თუ მან ვისაც სურს სწამდეს სახარების მიხედვით, უკვე გააუქმა სჯული. უფალი ამბობს, რომ აღსრულებულ არს ჟამის სჯულისა. აქამდე ამბობს ის მოქმედებდა სჯული, ხოლო ამიერიდან მოიწევა ღმერთის სასუფეველი, ცხოვრება სახარების მიხედვით. ამგვარი ცხოვრება სამართლიანად წარმოსდგება როგორც ღმერთის სასუფეველი, ვინაიდან როდესაც ხედავ, რომ სახარების მიხედვით მცხოვრები ისევე იქცევა, როგორც უხორცულ, როგორ არ იტყვი, რომ მან უკვე მოიპოვა ღმერთის სასუფეველი, სადაც არც საჭმელია და არც სასმელი, თუმცა კი ის ჯერაც შორეულად გვესახება. თავი 1. მუხლი 16, 16. ხოლო ვიდოდა რა ის ზღვის კიდესა მას გალილეაისასა იხილნა სიმონ და ანდრია, ძმა იმისი, ითხოვლიდეს რა ის ზღვასა მასზე და რამე თუ იყვნეს იგინი მესათხევლე. 17. და hrქვა მათ იესო, მოვედით და შემომიდეგით მე და ყვნეთ თქვენ მესათხევლე კაცთა. 18. ხოლო მათ მეხსეულად დაუტევნეს ბადენი მათნი და მისდევდეს მას. 19. და მცირედ წარვიდა და იხილა იაკობ ზებედესი და იოანე, ძმა იმისი, და იგინი განაგებდეს ბადეთა ნავსაშინა. 20. და უწოდა მათ. ხოლო მათ მეხსეულად დაუტევეს ზებედე, მამაი მათი, ნავსაშინა მუშაკთა მისთათანა და მისდევდეს მას. პეტრე და ანდრია თავიდან წინამორბედის მოწაფეები იყვნენ, მაგრამ როდესაც იესო იხილეს, რომელზეც იოანე მოწმობდა, მას შეუერთდნენ. შემდგომ, როდესაც მიცემულ იქნა იოანე, ისინი მწუხარებით დაუბრუნდნენ თავიანთ ძველ ხელობას. ამგვარად ქრისტე ახლა უკვე მეორედ მოუწოდებს მათ, რადგანაც ნამდვილი მოწოდება მეორეა. დააკვირდი, რომ ისინი თავიანთი მართალი შრომით იკვებებოდნენ და არა უკანონო საქმიანობით. ასეთი ხალხი ღირსი იყო, რომ ყოფილიყვნენ ქრისტეს პირველი მოწაფეები. ისვე დააგდეს რა ყველაფერი, რაც ხელში ჰქონდათ, ისინი გაყვნენ მას, რადგან არ მართებდათ დაყოვნება, არამედ მაშინ უნდა გაყოლოდნენ. ამათ შემდეგ იაკობსა და იოანეს მოინადირებს. ეს უკანასკნელი, თუმცა თავად ღარიბები იყვნენ, თავიანთ მოხუც მამას ინახავდნენ. მაგრამ მათ დატოვეს მამა არა იმიტომ, რომ მშობელთა დატოვება კეთილი საქმეა, არამედ იმიტომ, რომ მას სურდა ხელი შეეშალა მათთვის გაჰყოლოდნენ უფალს. ასევე შენც თუ კი მშობლები ხელს გიშლიან, დატოვე ისინი და მიჰყევი კეთილს. როგორც ჩანს, ზებედეს არ სწამდა, მაგრამ ამ მოციქულთა დედას სწამდა და როდესაც ზებედე გარდაიცვალა, ასევე გაჰყვა უფალს. დააკვირდი იმას, რომ თავდაპირველად მოუწოდებს ქმედებას, ხოლო შემდგომ ჭვრეტას, რამე თუ პეტრე არის სახე ქმედებისა, რამდენადაც ცეცხლოვანი ხასიათისაა და ყოველთვის წინ უსწრებდა სხვებს, რაც დამახასიათებელია ქმდებისათვის, იოანე კი პირიქით განასახიერებს თავის შიჭვრეტას, რამდენადაც უმეტესად ღვთისმეტყველი იყო. თავი 1. მუხლი 21, 22, 21 და შევიდეს კაპერნაუმდ. და მეხსეულად დღესა შაბათსა შევიდა შესაკრებელსა მათსა და ასწავებდა მათე 22. და განუკვირდებოდაერსა მას მოძღურება იგი მისი, რამე თუ ასწავებდა მათ, ვითარცა იგივი საკუნხელმწიფებაი და არავითარ იგი მწიგნობარნი მათნი. საიდან მოვიდნენ კაპერნაუმში? ნაზარეთიდან და თანაც შაბათ დღეს, როცა ჩვეულებრივი კრიბებოდნენ სჯულის საკითხავად, მაშინ მოვიდა იესოც, რათა ესწავლებინა. ვინაიდან სჯულიც იმიტომ ბრძანებდა შაბათის ზეიმით აღნიშნას, რომ ხალხი კითხვით ყოფილიყო დაკავებული, შეიკრიბებოდნენ რა ამისთვის ერთად. უფლის სწავლება კი მამხილებელი იყო და არა მაამებლური, როგორც ფარისევლებისა, არც მონებდა ეკეთებინათ სიკეთე, ხოლო ურჩევს ტანჯვით ემუქრებოდა. თავი 1. მუხლი 23, 28, 23 და იყო კრებულსა მას შინა მათსა კაცი, რომლისათანა იყო სული არაწმიდაი, ღაღატყო 24. და თქვა,
ეჰა რაი არს ჩვენი და შენი, იესო ნაზარეველო. მოსრულ ხარ წარწმედად ჩვენ და გიცით შენ ვინ ხარ, წმიდა იეგე ღმრთისაი. 25 შეჰრისხნა მას იესო და ხრქოა, პირი დაიყავდა განვედ მაგისგან. 26 და დასცა იგი სულმან მან არაწმიდამან და ხმა ყოხმითა დიდითა და განვიდა მისგან. 27 და დაუკვირდებოდა ყოველთა ვიდრე გამოძიებადმდე ურთიერთას და იტყოდეს, რაიმე არს მოძღურება ესე ახალი, რამე თუ ხელმწიფებით სულთაც არაწმიდათა უბრძანებს და ერჩიან მას. 28 და განხდა ამბავი მისი ყოველსა სოფლებსა გალილეაისასა. ბოროტი სულები არაწმინდად იწოდებიან, იმიტომ რომ უყვართ ყოველგვარი არაწმინდა საქმეები. ადამიანიდან გამოსვლას ეშმაკი საკუთარ დაღუპვად თვლის. უკეთური ეშმაკები საერთოდაც ბოროტ სატანჯველად რაცხენ საკუთარი თავისთვის, როდესაც ადამიანთათვის ბოროტების კეთების ნებას არ რთავენ. ამასთან არიან რა ახორცნი და მიჩვეულნი ტკბობას ნივთიერით, ისინი, ასე ვთქვათ, დიდ შიმშილს განიცდიან, როდესაც სხეულებში არ ცხოვრობენ. ამიტომაც ამბობს უფალი, რომ ნათესავი ეშმაკისა მარხვით განიგდება. არაწმიდამ არ უთხრა ქრისტეს, შენ ხარ წმიდა, არამედ უთხრა წმიდაი, ანუ ერთადერთი, თავისი არსით წმიდა. მაგრამ ქრისტე აიძულებს გაჩუმდეს, რათა ვიცოდეთ, რომ ეშმაკებს პირი უნდა დაუყოთ, თუნდაც ისინი სიმართლეს მეტყველებდნენ. ეშმაკი დააკვეთებს და ძლიერად ანჯრევს მისით შეპყრობილს, რათა თვითმხილველებმა ნახავენ რა, თუ როგორი უბედურებისგან თავისუფლდება ადამიანი სასწაულის გამოირწმუნონ. თავი 1 მუხლი 29, 31, 29 და მიერ შესაკრებელით გამოვიდა და მოვიდა სახლსა სიმონისა და ანდრეაისა, იოანეს და იაკობის თანა. 30 ხოლო სიდედრი სიმონისი დავრდომილიყო მხურვალებითა და უთხრეს იესოს მისთვის. 31 და მოვიდა და უპყრა ხელი მისი და აღადგინა იგი და მეხსეულად დაუტევა იგი მხურვალებამან მან და აღდგა და მსახურებდა მათ. შაბათ საღამოს როგორც ჩვეულებრივ ხდებოდა ხოლმე, უფალი წავიდა მოწაფეების სახლში საკვების მისაღებად. ამასთან ის, ვინც მათ უნდა მომსახურებოდა, მხურვალებით იყო შეპყრობილი, მაგრამ უფალი კურნავს მას და ისიც იწყებს მსახურებას. ეს სიტყვები მანიშნებელია იმის, რომ შენს, როდესაც უფალი განკურნავს სნეულებისაგან, შენი ჯანმრთელობა წმინდანთა სამსახურებელად და ღმრთის სათნოყოფისათვის უნდა გამოიყენო. ერთგვარი მხურვალებით შეპყრობილი ხდება, აგრეთვე მრისხანე ადამიანიც და მრისხანებისგან ხელებს სითამამეს აძლევს. მაგრამ თუ კი სიტყვა ხელს უპყრობს და მდაბლად გააშვებინებს მას, მაშინ ის, ვინც ადრე მრისხანებით იწვებოდა, სიტყვის მსახურებას იწყებს. რამე თუ მრისხანე ხელს უპყრობს რა სიტყვა აღდგება და ამგვარად მრისხანება სიტყვას ემსახურება. თავი 1 მუხლი 32, 34, 32 და ვითარ შემწუხრდებოდა და მზე დახვიდოდა მოჰყვანდეს მისა ყოველნი სნეულნი და ეშმაკეულნი 33 და ყოველი ქალაქი შეკრებულიყო წინა შეკართა. 34 და განკურნა ყოველნი ბოროტთაგან სენთა და თითო სახეთაგან სნეულებათა და ეშმაკნი მრავალნი განასხნა და არა უტევებდა სიტყვად ეშმაკთა მათ, რამე თუ იცოდეს იგი ვითარმედ ქრისტე არს. უმიზეზოდ არ არის დამატებული მზის ჩასვლისას. რამდენადაც ფიქრობდნენ, რომ შაბათ დღეს განკურნება არ შეიძლება და დაელოდნენ მზის ჩასვლას და მერეღა დაიწყეს ავადმყოფთა მოყვანა განსაკურნებლად. მრავალი განკურნა, ნათქვამია ნაცვლად ყველასი, იმიტომ რომ ყველა შეადგენს მრავალს, ანუ ყველა არ განუკურნავს, რადგან ზოგიერთი ურწმუნო აღმოჩნდა, რომელნიც არც იქნებიან განკურნებულნი თავიანთი ურწმუნოების და გამო. მაგრამ მრავალი მათგან ვინც მოიყვანეს განკურნა, ანუ ისინი, რომელთაც ჰქონდათ რწმენა. ეშმაკებს უკრძალავდა ლაპარაკს, რათა როგორც ვთქვით, ჩვენთვის ესწავლებინა, რომ მათ არ უნდა დაუჯეროთ, თუნდაც ისინი სიმართლეს ამბობდნენ. სხვაგვარად თუ კი ნახავენ ვინმეს, ვინც სავსებით ენდობა მათ, რას აღარ იზამენ წყეულნი, შეურევენ რა ტყუილსა და მართალს. ასევე პავლემ აუკრძალა პითონის სულს ელაპარაკა, ეს კაცნი მონანი არიან ღმერთისა მაღლისანი. წმიდა კაცს არ სურდა მოესმინა შეფასება და მოწმობა არაწმიდა ბაგეთაგან.
ეს ადგილი, როგორც ჩანს შესაბამისობაშია რა ახალ რუსულზე თარგმნილ სახარებასთან, სადაც ნახმარია სიტყვა, ერთგვარ წინააღმდეგობაში მოდის ძველ ქართულ ტექსტთან, სადაც ნახმარია სიტყვა ყოველნი, თუმცა იგი შეესატყვისება ახალი ქართულით თარგმნილ ტექსტს. აქ ნახმარია სიტყვა მრავალი, თუმცა ამან მკითხველი არ უნდა დააბნიოს, რადგან თავადაც პათოსი განმარტებისა, რომ განკურნებისათვის აუცილებელ პირობას რწმენა წარმოადგენდა, სრულ შესაბამისობაშია ზოგადი სახარების პათოსთან. თავი 1. მუხლი 35, 39, 35 და განთიადრი ჟურაჟუს ოდენ აღდგა და გამოვიდა მიერ და განვიდა უდაბნოსა ადგილსა და მონილოცვიდა. 36 და მისდევდეს მას სიმონ და მისთანანი. 37 და პოვეს იგი და ხრქვეს მას ვითარმეთ, ყოველნი გეძიებენ შენ. 38 ხოლო იესო ხრქვა მათ, მოვედით და წარვიდეთ მახლობელსა დაბნებსა და ქალაქებსა, რაითა მომუქადაგოთ, რამე თუ ამისთვის მოვივლინე. 39 და ქადაგებდა შესაკრებელთა მათთა და ყოველსა გალილეასა და ეშმაკთა განასხმიდა. მას შემდეგ რაც სნეულნი განკურნა, უფალი განმარტოებულ ადგილას მიდის, გვასწავლის რა ამათ, რომ ჩვენც საჩვენებლად კი არ ვიქმოდეთ რაიმეს, არამედ თუ კი ვიქმთ კიდეც რაიმე სიკეთეს, ვესწრაფოთ რათა დავფაროთ იგი და ლოცულობს ის ასევე იმისთვისაც, რომ გვიჩვენოს ყოველ ჩვენს მიერ ქმნილ სიკეთეს ღმერთს უნდა ვაწერდეთ და ვეუბნებოდეთ მას, ყოველი მოცემული კეთილი და ყოველი ნიჭი სრული ზეგარდამო არს გარდამოსრულ მამისაგან ნათლისა. იაკობი 1:17 თავისთავად ქრისტეს საჭიროებაც კი არ ჰქონდა ლოცვისა. შემდგომში როცა ერი ეძიებს და ძლირ მოითხოვს, იგი არ ეძლევა მათ, თუმცაღა კეთილგანწყობით იღებს ამას, მაგრამ მიდის სხვებთანაც, მათთან, ვინც კურნებას და დარიგებას საჭიროებენ. რადგანაც სწავლების საქმე ერთი ადგილით არ უნდა იფარგლებოდეს, არამედ საჭიროა ყოველგან განეფინოს სხივები სიტყვისა. მაგრამ იხილე როგორ აერთებს იგი სწავლებას ქმედებასთან, ქადაგებს, შემდეგ კი ეშმაკებს განასხამს. ასევე შენს ასწავლე და თან საქმეები აკეთე, რომ შენი სიტყვა არ იყოს ამაო. ქრისტეს თან სასწაულებიც რომ არ ეჩვენებინა, მის სიტყვას არ დაუჯერებდნენ. თავი 1. მუხლი 40, 42, 40 მაშინ მოუხდა მას ერთი განკეთროვნებული, ევედრებოდა მას და მუხლი დაიდგინა და ეტყოდა, უფალო, უკვე თუ გინდეს, ძალგიც განწმედად ჩემდა. 41 ხოლო იესოს შეეწყალა იგი, განყო ხელი, შეახო მას და ხრქვა, ნებავს, განწმიდენი. 42 და ვითარცა ესე თქვა, მეხსეულად განეყარა მას კეთროვნება იგი და განწმიდნა იგი. კეთილგონიერი იყო, კეთროვანი და სწამდა, ამიტომაც არ უთქვამს, თუ კი ღმერთს სთხოვ, არამედ სწამდა რა მისი, როგორც ღმერთისა, თქვა, უკვე თუ გინდეს. ქრისტე ეხება მას იმის ნიშნად, რომ არაფერია არაწმიდა. სჯული კრძალავდა შეხებას კეთროვანთან, როგორც არაწმიდასთან, მაგრამ მაცხოვარი სურს რა გვიჩვენოს, რომ არაფერია ბუნებით არაწმიდა, რომ სჯულის მოთხოვნები უნდა გამარტივდეს და რომ მათი მოქმედების ძალა მხოლოდ ადამიანებზე ვრცელდება, ეხება კეთროვანს. მაშინ როდესაც ელისეს ისე ეშინოდა სჯულისა, რომ ნახვაც კი არ სურდა ნეემანისა, კეთროვანისა და განკურნების მთხოვნელისა. თავი 1. მუხლი 43, 45, 43 და შეღრისხნა მას და მეხსეულად გამოაძო იგი 44. და ხრქვა მას, იხილე, ნუ ვის უთხრობ, არამედ მივედ და უჩვენე თავი შენი მღვდელსა და შეწირე განწმედისა შენისათვის, რომელი იგი ბრძანა მოსეს აწამებელად მათა. 45 ხოლო იგი გამოვიდა მიერ და იწყო ქადაგებად ფრიად და მიმოდადებად სიტყვისა მის, ვითარმედ ვერღარ ახელეწიფა მას ცხადად ქალაქად შესვლად, არამედ უდაბნოთა ადგილთა იყოფოდა. და მოვიდოდეს მისა ყოვლით კერძო. აქედანაც ვსწავლობთ, აგრეთვე რომ ყველას დასანახად არ გამოვიტანოთ საკუთარი თავი, როდესაც ვინმე სიკეთეს ვუკეთებთ, ვინაიდან თავად იესოს უბრძანებს განწმენდილს არ გაახმაუროს მის შესახებ. თუმცაღა მან იცოდა, რომ ის არ დაემორჩილებოდა და გაახმაურებდა, მაგრამ როგორც ვთქვი, გვასწავლის რა არ ვიყოთ დიდების მოყვარენი, უბრძანებს არავის უთხრას. მაგრამ მეორე მხრივ, ყოველი ვისაც კეთილს უყოფენ, მადლიერი და მადლობელი უნდა იყოს, თუნდაც მისი კეთილის მყოფელი ამას არ საჭიროებდეს.
ასევე კეთროვანმა გაახმაურა მიღებული წყალობის ამბავი, მიუხედავად იმისა, რომ უფალმა აუკრძალა. ქრისტე მას მღვდელთან აგზავნის, რადგან სჯულის მიხედვით კეთროვანი სხვგავარად ვერ შევიდოდა ქალაქში, თუ მღვდელი არ გამოაცხადებდა მისი კეთროვანებისგან განწმენდის შესახებ. წინააღმდეგ შემთხვევაში იგი განგდებული უნდა ყოფილიყო ქალაქიდან. ამასთანავე უფალი უბრძანებს მას შესწიროს მსვერპლიც, როგორც ჩვეულებისამებრ მიჰქონდათ განწმენდილებს, ეს იმის ნიშნად, რომ იგი არაა სჯულის მოწინააღმდეგე. პირიქით, იმდენად ძვირფასია მისთვის, რომ თავადაც მოითხოვს სჯულის კანონის აღსრულებას.